ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევას სოხაძემ ადგილზე განიხილა. გარდა იმისა, რომ მივიღოთ ფუნქციურად ჩვენ ესა თუ სპორტული ობიექტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კონკრეტული ქალაქისთვის, იმ გარემოსთვის მორგებული არქიტექტურა მივიღოთ, თანამედროვე არქიტექტურა მივიღოთ. ეს რუსთავის ქალაქისთვის არა მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის ობიექტი გახდება, არამედ იქნება ერთ-ერთი ლანდშაფტზე მორგებული არქიტექტურული ობიექტი, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი სტადიონი მისცემს ახალ შესაძლებლობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გამოაცოცხლებს ქალაქს, დაუბრუნებს გამარჯვების ემოციას, რომელიც ჰქონდა ხოლმე და კიდევ დამატებითი შესაძლებლობა იქნება, რომ ძალიან ბევრ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოთ. აქტიურ რეჟიმშია თვითონ საპროექტო ნაწილი, განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს პრემიერის, სწორედ მისი ინიციატივით დღეს რუსთავს აქვს ეს დიდი შესაძლებლობა. მაისში ველოდებით უკვე საბოლოო პროექტს, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება უკვე სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად ვართ პროექტირების ეტაპზე, სადაც ეტაპობრივად გავდივართ იმ სავალდებულო ეტაპებს, ასე ვთქვათ, რაც პროექტირება მოითხოვს. ფონდის კონტრაქტორს უკვე, ასე ვთქვათ, აღებული აქვს პირველი ეტაპი გავლილი აქვს ქალაქ რუსთავის მერიასთან. სამშენებლო პირობებზე უკვე დავალება მიღებული აქვს და მალე ჩავიბარებთ უკვე პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს საბოლოო ესკიზს და გადავლენ უკვე დეტალური ნახაზების და კონსტრუქციის, ასე ვთქვათ, მომზადების ეტაპზე.